ახლა მოგიყვებით უკვე სოფელ გულებზე და იმ ლეგენდებზე, რომელიც ამ სოფელის სახელს უკავშირდება და ძალიან საინტერესოა, მაგრამ იქამდე ყველასთვის ცნობილი ფაქტი გავიხსენოთ, რომ ქრისტიანობა საქართველოში სწორედ აჭარიდან წამოვიდა და ანდრია პირველწოდებული იყო ის ფიგურა, რომელმაც ეს უდიდესი საქმე ითავა და გააკეთა და ამიტომაც არის ცნობილი ფაქტი, რომ პირველი ეკლესია აჭარაში აშენდა და ძალიან უფრთხილდებიან ადგილობრივები ამ ფაქტს და ძალიან დიდი რუდუნებით ეპყრობიან. ადგილი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ამის ბრწყინვალე მაგალითია და ეს სოფელი გულები არაერთი მკვლევარის თვალსაჩინოში მოხვდა და არაერთი მკვლევარი დაინტერესდა რა სოფელია ეს და როგორია, ბევრ აღწერას ვხედავთ, მაგრამ ზაქარია ჭიჭინაძის აღწერაში არის ძალიან კარგად ნათქვამი, რომ ეს არის ძალიან ლამაზი სოფელი, მაგრამ სანამ სოფლის გულში არ მოხვდები, ამ სოფლის სილამაზეს ვერ შეიგრძნობო, გარედან ამ სოფლის სილამაზე არ ჩანსო და ეს მართლაც ასეა, როცა მოხვალ ამ სოფელში ხვდები თუ რა საოცარ სილამაზეში მოხვდი და რა ზღაპრულ გარემოში ხარ და სახელიც ასევე ზღაპრული აქვს, ამბობენ, რომ ის აჭარის წყლის მარჯვენა მხარეს არის და სახელწოდებაც აქედან მოდის, რომ რეგიონის გულშიაო და გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს, სწორედ ამ გულში ყოფნა განსაზღვრავს ამ სახელს. მაგრამ მე ყოველთვის, როდესაც ახალ ლოკაციაზე მივდივარ, რაღაც ახალს ვეცნობი, სულ მაინტერესებს ხოლმე უფრო მეტად ისტორიული წყაროებისგან განსხვავებით, უფრო ლეგენდები. და ძალიან საყვარელი ორი ლეგენდა მოვისმინე ადგილობრივებისგან. ერთ-ერთი ასეთია, რომ აქ მოსახლეობა მტრის შემოსევების დროს თავს აფარებდა ნატაძრალს, ნატაძრალი არის აი იქ მთის იქეთ და აფარებდა ამ ნატაძრალს, ტაძარი იყო ადრე და ამ ტაძარს თავს მოიცა ეს აღარ ვარგოდა თავიდან. მეო აქედან დავიწყოთ და ნელ-ნელა ჩამოდი. უკვე წამოვიდე? ხო. მეო ის არისო რომ ქელსაყურის ქედი, ნახე, ქელსაყური. ხო. მეო აი შენ წელს დაიწყე რომ მეო მიდი. ეს რაც შეეხებოდა გეოგრაფიულ და ისტორიულ წყაროებს, მაგრამ მე როცა რაიმე ახალ ლოკაციას ვეცნობი და სადმე მივდივარ, ყველაზე ძალიან მიყვარს და მომწონს ის გადმოცემები, რასაც ხალხი ყვება, იმიტომ რომ რაღაცნაირი ფანტასტიკური განწყობა იქმნება და გარემო რომელიც ხდება, უფრო შესაბამისია ამ ლეგენდებთან და ორი ასეთი ლეგენდა არსებობს სოფელ გულებთან დაკავშირებით. აი იქ მთის იქეთ ტაძარი იყო, რომელსაც ამბობენ, რომ თამარ მეფე სტუმრობდაო და განსაკუთრებულად ისეთ ლოკაციაზე იყო, რომ მტერისთვის ეს იყო მიუდგომელი ადგილი, ძალიან დიდი ხრამი აშორებდა ტაძრამდე მისასვლელ გზას და ამ ტაძარში რომ მოხვედრილიყავი, დიდი ხის ძელი იყო, რომელსაც გადებდნენ, გაივლიდი და ეგრევე იღებდნენ, იმიტომ რომ დაცული ყოფილიყო ტერიტორია მტრისგან, შეუძლებელი იყო იქ მისვლა ისეთი დიდი ხრამი აშორებდა და ამბობენ, რომ ერთხელაც ვიღაცა მომხდურმა მტერმა გაბედა და 12 ადამიანი, რატომღაც ამ ციფრით აპელირებენ, რომ 12 იყო ეს ადამიანი, ცდილობდა ის ტაძარი დაერბია სიწმინდე შეელახა და ადგილობრივები მას გაუმკლავდნენ მათ და 12-ვეს გული ამოჭრეს, ამბობენ, ჯვარზე გააკრეს და ყველას დასანახად აჩვენეს, რომ ეს ყოფილიყო სამაგალითო იმისთვის, რომ მეტი ვერავის ვერ გაებედა ამ სოფელში სიწმინდეების შელახვა და 12 გული და ამბობენ, რომ აი სწორედ აქედან მოდის გულებით სახელი. გარდა ამისა, კიდევ მეორე ლეგენდა არსებობს. ამ სოფლის შემოსასვლელში გუშაგი იყო ყოველთვის და ეს გუშაგი იცავდა სოფელს მტრისგან. თუ ვინმე გაბედავდა სოფელში შემოსვლას ბოროტის რახვებით, მას უმკლავდებოდა და აუცილებლად იმასაც ამოუღებდა გულს და ეკლესიასთან მიიტანდა ამ გულს და აჩვენებდა ყველას, რომ ვინც ამ სოფელს სუდად მოექცევა, მსგავსი სასჯელი ელოდება და აქაც გულები დომინირებს. ორივე ლეგენდაში, რომელიც პერიოდის მიხედვით ძალიან შორდება ერთმანეთს, ერთი ძალიან ძველია ტაძართან მიმართებაში, რომელიც გავიხსენეთ და მეორე შედარებით უფრო ახალია, მაგრამ ორივეში გულები დომინირებს და ძალიან ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ შესაძლოა ეს სახელწოდებაც გულები სწორედ ამ ლეგენდებს უკავშირდებოდეს. უბრალოდ მეცნიერულად ეს დადასტურებული არ არის და ჩვენ დავჯერდეთ იმას, რომ გეოგრაფიულად მისი შუაგულში მდებარეობა განსაზღვრავს ამ სახელს. ახლა კი დაუბრუნდეთ გადაცემის მთავარ ამბავს კულინარიას. ციხეზე არ გინდა არაფერი რო თქვა? ციხეზე რაღა იყო მითხარი? აი ამ არ გვაქვს ამდენი გადასაფარი ციხის კადრები. ძალიან ხო, მაგრამ რატომ არ მივდივართ ამ ციხეზე, მაშინ ნისლის გამო ვიტყვი, ხო? თორე გადაცემა წავიდა უკვე ისტორია. ხო, კაი. როგორც არა, მოიცა? ამ სოფელში აქეთ შემოტრიალთ ამ კამერას. ერთი წუთი წელს ჩახედი 1700
53 ისტორია? ციხესიმაგრე. ხა ნორმალურად ვილაპარაკე? ეს უნდა შეგეძლოს ადგილზე არის რაღაცები რომ ხო 1575 კი? ამ სოფელში, მოიცა ამ სოფელში უძველესი ციხესიმაგრე ენერგია წამოიღებ. ამ სოფელში უძველესი ციხესიმაგრე არსებობს, რომელიც არის თავდაცვითი სისტემის სამხედრო თავდაცვითი სისტემის ერთიანი ამ სოფელში უძველესი ციხესიმაგრე არსებობს 1575 წლით თარიღდება, რომელიც არის სამხედრო თავდაცვითი ჯაჭვის ნაწილი, რომელიც ისეთ სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს, რომ ამ ციხიდან კონტროლირდებოდა მთელი ხეობა და საერთოდ აჭარაში მდებარე ციხეები მტრის შემოსვლის დროს ერთმანეთს ცეცხლის ანთებით ატყობინებდნენ მტრის მოსვლის ამბავს და ეს ერთიანი ჯაჭვი იყო სამხედრო თავდაცვითი სისტემის. ამ ციხესიმაგრეს მტრის მოსვლის დროს ხალხი აფარებდა თავს ტყეს, რომლის ბოლოსაც არის ეს ციხესიმაგრე, ეს ბეთლემის ტყეა, რომელიც გამოირჩევა ნისლით და იმდენად ნისლიანი იყო, რომ ნისლი ხდებოდა აბჯარი მოსახლეობისთვის და თავდაცვის საუკეთესო საშუალება, იმიტომ რომ მტერი ვერ აღწევდა თავს ამ ტყეს და ამიტომ არ შედიოდა ტყეში. სწორედ ნისლია დღეს მიზეზი იმის, რომ ვერ მივდივართ ციხემდე, ახლაც ციხე დაცულია ნისლით. დავუბრუნდეთ გადაცემის მთავარ თემას. ახლა აქედან? არა, მანდ და როგორ რაღაც გავაკეთეთ, იცი? დავუბრუნდეთ გადაცემას, რა, სამ უძველეს აჭარულ კერძს და პირდაპირ ესე წამოდი. ასე აღარ, ხო. აი ეს არის შენი კამერა. ხო. ისტორია და ლეგენდები ძალიან საინტერესო და კარგია, მაგრამ ჩვენი მიზანი სულ სხვა არის. ახლა უნდა დავუბრუნდეთ კულინარიის თემას და სამი უგემრიელესი აჭარული სამზარეულოს მშვენება კერძი მოვამზადოთ ჩვენს მასპინძლებთან ერთად. არა. სამი უგემრიელესი აჭარული ხო, არასწორად. ხო. სამზარეულ პირიქით თქვი, ხო? ხო. კაი, მოდი. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ნახე როგორ რაღაცა მითხარი, იცი რომ ახლა კი ამ სოფელს მთავარი არის, მან იქ გათქვევინებ, რომ უკვე რაღაც ან ბევრი ხიტყი მოვყევით და დღეს უკვე ხალხის სიყვარულით და გულებით გვხვდება თქო. ეგ იქ თქვა დამშვიდობებსაც არ დაგვაუწყდეს. აქ ხარა ვთქვა, იცი რომ აჭარა იმდენად მდიდარია თავისი ისტორიით, რომ ერთი გადაცემა ამას არ ეყოფა და გადაცემის ფორმატი. გადაცემა, როდესაც კულინარიაზეა და რეგლამენტია და შეზღუდულები ვართ დროში თქო ბევრ ამას ვერ ჩავატევ ახლა კი გადავინახოთ თავარ თემაზე აი ეს დამიფიქსირა მარტო დიდი კი აჭარა იმდენად მდიდარი ისტორიის მატარებელი მხარეა, რომ ერთი გადაცემა არ ეყოფა ისტორიაზე საუბარს და გადაცემის ფორმატს რომ არ გავცდეთ, ახლა გადავინაცვლოთ კულინარიაზე და მოვამზადოთ აჭარული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები. დღეს ჩვენ სამ კერძს მოვამზადებთ, ჩვენს არა დაუბრუნდეთ ისევ იმ ადგილს, კიდე იცი რა თქვით რომ კიდე როგორ რაღაცა ვთქვათ, იცი რომ კულინარიაც ისტორიის შემადგენელი ნაწილია. კი, და იქ სინორზე მოყვება ისტორიულად, ხო? აჭარა იმდენად საინტერესო მხარეა თავისი ისტორიით, რომ მასზე საუბარს ერთი გადაცემა არ ეყოფა და რომ არ გავცდეთ ჩვენ მთავარ მიზანს და ჩვენი გადაცემის ფორმატს, კულინარია არის ახლა მთავარი მიზანი ჩვენი და ჩვენ მოვამზადებთ აჭარული სამზარეულოდან სამ ძალიან გემრიელ და საინტერესო კერძს ჩვენს მასპინძელთან ერთად. არა, ცივი გადასვლა იყო. რაღაცა არ თქვი, ხო? არ თქვი ის რომ ისტორია თქო და კულინარიაც ისტორიის შემადგენელი. შოკა, всё. ხო, დავამთავრე და წამოვედი. დაბრუნდი ისევ. აჭარა თავისი ისტორიით ძალიან საინტერესო მხარეა და ახლა ამ ერთ გადაცემაში ამას ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, რომ არ გავცდეთ ჩვენი გადაცემის ფორმატს, დავუბრუნდეთ კულინარიას და აჭარული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები უნდა მოვამზადოთ და კულინარიაც ამ აჭარული ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი მარგალიტია. წავედით.